დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმანი. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ეს ფრაზა, რადგან სწორედ ამ ფრაზით ვიწყებთ მე ყოველდღე გადაცემას. და საუბრობთ ადამიანზე, იმიტომ რომ ადამიანი არის ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ ადამიანის სრულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე, ანუ ჩვენ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ. და გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ღირებულება, ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა არის თავისუფლება და ჯანმრთელობა ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას, ხოლო ავადმყოფობა, როგორც სპეციალისტები მსჯელობენ ამის შესახებ, გარკვეულწილად შეზღუდული თავისუფლება. მოკლედ, ჩვენ საუბრობთ ადამიანზე და ადამიანის თავისუფლებაზე, საუბრობთ შესაბამისად ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობაზე, საუბრობთ ცალკეულ ორგანოებზე, მაგრამ რატომღაც ფილტვის, გულის, ტვინის მიღმა შეიძლება დაგვავიწყდეს საკმაოდ მცირე ზომის და ძალიან დიდი მნიშვნელობის ჯირკვლები, რომელთა დამსახურებით ძალიან ბევრი რამ იცვლება ჩვენს ორგანიზმში. უფრო მეტიც, შეიძლება სწორედ ამ ჯირკვლებმა მართვის პულტთან მიგვიყვანოს, ჩვენი ორგანიზმის დირიჟორთან მიგვიყვანოს და ასეთ შემთხვევაში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მაგალითად ერთი კონკრეტული ჯირკვლის დამსახურებით ჩვენ შეიძლება შეგვეცვალოს კანის ფერიც, შეიძლება შეგვეცვალოს წყლისა და მარილოვანი ცვლაც, შეიძლება შეგვეცვალოს მაგალითად ცხიმის გადანაწილება სხეულზე და რაღაც განსხვავებული სიმსუქნე ჩამოყალიბდეს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ერთი კონკრეტული ჯირკვლის დამსახურებით, რომელზედაც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. თუმცა მანამდე, ვიდრე ვისაუბრებთ, მე მინდა გაგახსენოთ მასალა, რომელიც ჩვენი გადაცემის სოციალური მედიის მომხმარებელმა ზაფხულში უკვე ნახა და უკავშირდება მსოფლიო კონგრესს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თავისი სტუმრებით, თავისი შედეგებით, დეტალებზე მე მოგვიანებით მოგიყვებით. თირკმელზე და ჯირკვალი ერთ-ერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. თირკმელზე და ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონებს. ბევრმა ალბათ იცის ჰორმონები, როგორიცაა კორტიზოლი. ის გავს პრედნიზოლონს ან დექსამეტაზონს, რომელიც ენერგიის მობილიზებაში გვეხმარება, როცა სტრესში ვიმყოფებით. სტრესს უწოდებ იმ მდგომარეობას, როდესაც ვთქვათ, გაქცევით ვცდილობ თავი დააღწიო ვებხს. ასეთ დროს საჭიროა ენერგია, რომ გაქცევა შეძლო და ასევე აუცილებელია კორტიზოლი. ეს არის გლუკოკორტიკოიდული ჰორმონი. კორტიზოლი გეხმარება ენერგიის მობილიზებაში შენი კუნთებისთვის. თირკმელზე და ჯირკვალს აქვს მეორე, ეგრეთ წოდებული ტვინოვანი ნაწილი და იგი ადრენალინს გამოიმუშავებს. ადრენალინი იწვევს აგზნებას, მღელვარებას, რაც კიდევ უფრო მეტად გვამზადებს გაქცევისთვის. ამასთან ის ზრდის გულცემის სიხშირესა და არტერიულ წნევას, რათა ორგანიზმს მეტი ენერგია ჰქონდეს საფრთხისგან თავის დასაღწევად. როდესაც მე ვახსენე კონგრესი, მე მხედველობაში მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული თავყრილობა, რომელსაც სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს მოგვიყვარა თავი, მე ასე ვიტყვი, იმიტომ რომ მეც ვიყავი მათ შორის, მათ რიცხვში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება არ არის ერთადერთი ამ მიმართულებით, ეს ღონისძიება აღმოჩნდა ამგვარი თავყრილობების ციკლის ნაწილი და ამ თავყრილობების მიღმა დგას ერთი კონკრეტული ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კერძოდ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ენდოკრინოლოგი ქალბატონი ნათია ვაშახმაძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნათია, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მოგესალმებით. მე მიხარია, რომ გავახსენე მაყურებელს ის მნიშვნელოვანი კონგრესი, მსოფლიო კონგრესი, რომელიც ზაფხულში ჩატარდა, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგებით, იმიტომ რომ როდესაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ერთ თემას სხვადასხვა წახნაგიდან უყურებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მერე გამოხმაურება, როგორც პროფესიონალთა შორის, მერე უკვე შედეგები ფართო საზოგადოებისათვის და მიხარია, რომ ამის უკან დგას თქვენი ასოციაცია. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბარი არის გარკვეულწილად ნაწილობრივ გაგრძელებაც მთავარი თემის, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებისათვის ძალიან მარტივად, გასაგებად განმარტების შესაძლებლობა
რა არის ის ჯადოსნური ჟირკვალი, რომელზედაც მე გადაცემის შესავალში ვისაუბრე, რომელსაც რატომღაც შეიძლება დაუკავშირდეს კანის ფერის ცვლილებაც, ცხიმის გადანაწილების თავისებურებაც, წყლისა და მარილოვანი ცვლის დარღვევაც და ასე შემდეგ, რომელსაც თირკმელზედა ჟირკვალი ჰქვია და რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. კი, ნამდვილად ესეა. თირკმელზედა ჟირკვალი ეს არის თირკმლის ზედა პოლუსზე არსებული ორგანო, წყვილი ორგანო, ისევე როგორც თირკმელი და იგი მონაწილეობს ძალიან ბევრ პროცესში, როგორც თქვენც ეს აღნიშნეთ და თირკმელზედა ჟირკვალი გამოიმუშავებს ბევრ ჰორმონს. ეს არ არის ჟირკვალი, რომელიც მხოლოდ ერთ ჰორმონს გამოყოფს. მას აქვს თავისი შრეები, ქერქოვანი და ტვინოვანი შრე, რომლებიც თვითონ ემბრიოგენეში საერთოდ სხვადასხვა ნაწილიდან მოდის. და მე თვითონ დამოუკიდებელი ორგანოებით მუშაობს. აბსოლუტურად, როგორც ორი დამოუკიდებელი ორგანო შერწყმული ერთ ორგანოში, აი ესე მუშაობს და მთავარი ფუნქცია ალბათ უნდა ვთქვათ, რომ თირკმელზედა ჟირკვლის ეს არის სტრესთან ორგანიზმის ადაპტაცია. თუმცა ამით არ შემოიფარგლება თირკმელზედა ჟირკვლის ფუნქცია. მის შრეებს რომ გავყვეთ, მაგალითად, ყველაზე უკიდურეს გარეთა შრეში მდებარეობს ის უჯრედები, რომლებიც გამოყოფს მინერალოკორტიკოიდებს და თვითონ სახელიც გვეუბნება, ეს არის მინერალების, კერძოდ ნატრიუმის და კალიუმის ცვლის მარეგულირებელი ჰორმონი, ყველაზე ცნობილი და მთავარი ჰორმონი გახლავთ ალდოსტერონი, რომელიც არეგულირებს სისხლში კალიუმის და ნატრიუმის დონეს და ასევე არეგულირებს წნევას. შესაბამისად, თუ ამ ჰორმონის სიჭარბე ან ნაკლებობა გვაქვს, ჩვენ გვაქვს როგორც წნევის პრობლემა, მაღალი ან პირიქით დაბალი წნევის და ასევე ნატრიუმისა და კალიუმის ცვლის დარღვევა. შემდეგ რომ მივყვეთ ლოგიკურად, ეს არის გლუკოკორტიკოიდების შრე, რომელიც უფრო მარტივად საზოგადოებისთვის რო ვთქვათ, ეს არის ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ალბათ უმეტესობა ადამიანს სმენია, ეს არის სტრესის ჰორმონი. რატო ქვია გლუკოკორტიკოიდი? იმიტომ რომ გლუკოზის მეტაბოლიზმზე ახდენს გავლენას, თუმცა მისი ფუნქცია ამით არ შემოიფარგლება, იგი გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველა უჯრედზე და მონაწილეობს ორგანიზმის სტრესთან ადაპტაციაში, არეგულირებს იმუნური სისტემის ფუნქციას, წნევას და ზოგადად ორგანიზმის ჰომეოსტაზს, როგორც სტრესის, ასევე სიმშვიდის და მოსვენების დროს. ანუ პრაქტიკულად წონასწორობაში აქვს გადამწყვეტი როლი. დიახ, წონასწორობის შენარჩუნებაში იღებს მონაწილეობას. და შემდეგ, აი ამ ქერქის ბოლო შრეში გამოიყოფა სასქესო ჰორმონები, უპირატესად ანდროგენები, ეს არის მამაკაცის სასქესო ჰორმონები, რომლებსაც როგორც მამაკაცის, ასევე წარმოიდგინეთ ქალის ორგანიზმშიც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ამ ჰორმონების სიჭარბესაც და ნაკლებობასაც ორივე შემთხვევაში მივყავართ გარკვეულ გამოვლინებამდე და განსაკუთრებით ქალების ორგანიზმში, როდესაც გვაქვს მაგალითად ანდროგენების სიჭარბე, იგი ვლინდება აკნეთით, კანის ცხიმიანობით, ჭარბთმიანობით, რომელიც ასე აწუხებს ქალბატონებს. და აი მეორე ნაწილი ტვინოვანი შრე თირკმელზედა ჟირკვლის ეს გახლავთ აი თითქოს სრულიად სხვა ორგანო ძალიან გავს ტვინს და ნერვულ სისტემას და ნერვულ უჯრედებს ეს უჯრედები ქრომაფინური უჯრედები რომლებიც გამოყოფენ ასე კარგად ცნობილ ადრენალინს, ნორადრენალინს და დოფამინს რომელიც არის კატეხოლამინები ესე რომ ვთქვათ და ალბათ ერთხელ მაინც ყველას უგრძნია ეს ადრენალინის შხაპი ყველამ ვიცით რასთან არის დაკავშირებული ადრენალინის ეფექტები, ეს არის გულის აჩქარება, ეს არის სუნთქვის გახშირება, ეს არის უკეთესი მხედველობა, იმიტომ რომ გუგები ფართავდება და ეს ჰორმონი უზრუნველყოფს ორგანიზმის მობილიზებას სტრესის დროს. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს. და კორტიზოლი და ადრენალინი ორივე, როდესაც ვართ სტრესულ სიტუაციაში, გამოიყოფა, რათა ორგანიზმი დაამობილიზოს, რომ აი ამ სტრესს გაუმკლავდეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ პრაქტიკულად გარკვეული ევოლუციის პირობებში სხვადასხვა ნაწილისაგან და შესაბამისად სხვადასხვა ფუნქციისაგან შექმნილ ერთობლიობაზე. პრაქტიკულად ჩვენ საუბრობთ ძალიან რთულ სისტემაზე და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მრავალფეროვანია, როგორც აგებულებით, ასევე ფუნქციით ეს წყვილი ჯირკვალი, ყოველი თირკმლის ზემოთ წამოსკუპებული, ხო? რეალურად ჩვენ საუბრობთ სრულიად მრავალფეროვან პრობლემებზე ჯანმრთელობის კონტექსტში, ანუ დაავადებები, როდესაც
რომელიმე ორგანოს უკავშირდება, ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილია ხოლმე ერთ ორგანოსთან ასოცირებული, მაგალითად ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა. თირკმელზე და ჯირკვალთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად რომელი დაავადებები გვხდება? მოკლედ რომ ჩამოვთვალოთ, არ დავახასიათოთ რას. კი ბატონო, ყველაზე ხშირად გვხდება ალბათ პირველადი ალდოსტერონიზმი. და აი კონგრესი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, ჩემი ლექციის თემა იყო სწორედ პირველადი ალდოსტერონიზმი, რომელიც არის რეზისტენტული ჰიპერტენზიის, ანუ გაჯიუტებული ჰიპერტენზიის, ასევე ჰიპოკალემიის, ანუ სისხლში კალიუმის დაქვეითების ძალიან ხშირი მიზეზი და ძირითადად გვხდება წნევით დაავადებულთა 10%-ზე მეტ შემთხვევაში. ანუ საკმაოდ ხშირი მიზეზი არის ჰიპერტენზიის და აი წელს განახლდა გაიდლაინი პირველადი ალდოსტერონიზმის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთან ყველასთან სანამ დაინიშნება ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა, უნდა გამოირიცხოს პირველადი ალდოსტერონიზმის არსება. ეს იმდენად გავრცელებული მიზეზი არის წნევის. თუმცა რამდენად ჩვენ ფეხს უწყობთ ამ გაიდლაინებს და მივყვებით ეს მეორე საკითხია, ეს მთელ მსოფლიოში პრობლემაა, თუმცა ეს არის ის ძირითადი მიზეზი წნევისა, რომელიც შეიძლება სრულად განიკურნოს დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით. შემდეგ რო გავყვეთ, ეს არის გლიკოკორტიკოიდების სიჭარბე, ანუ კორტიზოლის სიჭარბე, რომელიც რომ გითხრათ ძალიან ხშირია მეთქი, ასე არ არის, არცად მთელ მსოფლიოში, მათ შორის არც საქართველოში, უფრო ხშირად ჩვენ ხვდებით აი ამ კუშინგის სინდრომს, ანუ კორტიზოლის სიჭარბის სინდრომს, რომელიც გამოწვეული არის ეგზოგენურად მედიკამენტებით, ანუ აი ამ ჰორმონის ანალოგების ჭარბი და ხანგრძლივი დროით მიღებით. უხშირესად სწორედ ეს არის კუშინგის ხშირი მიზეზი ჩვენს კლინიკურ პრაქტიკაში. მე უკაცრავად გერთვებით, მაგრამ მაყურებელმა მინდა დააკავშიროს, აი უცნაური განლაგება, უჩვეულო განლაგება ცხიმის რო ვახსენე, ზუსტად ეს მდგომარეობა, რაზეც კანის ფერის ცვლილებაც, გარკვეულ შემთხვევაში უბრალოდ ჩვენ ალბათ არ გვაქვს დრო ძალიან სიღრმეებში შევიდეთ. გასაგურველია. თუმცა აი ამ ჰორმონის გამოყოფას ჩვენს ორგანიზმში და თირკმელსა და ჯირკვალში განაპირობებს და განსაზღვრავს, ანუ წარმართავს თავის ტვინი და მის მიერ გამოყოფილი ესეთი ჰორმონი ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, რომელიც კორტიზოლის წარმოქმნის სტიმულაციის გარდა ასტიმულირებს ჩვენს კანში მელანოციტებს, ეს არის ანუ პიგმენტის შემქმნელი უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ მელანინს და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში თუ კი არის ამ ჰორმონის სიჭარბე, შეიძლება კანის ფერიც გახდეს უფრო მუქი და განვითარდეს ეგრეთ წოდებული შავი აკანტოზი, აკანტოზის ნიგრიკანს, რომელიც უფრო კისრის არეში შეიძლება იდაყვებზე და ესეთ წარზიდულ ნაწილებზე გქონდეს. და ამ დროსაც დამახასიათებელია მუცლის არეში ცხიმის გადანაწილება, კიდურების სიგამხდრე, ანუ ხელების, ფეხების სიგამხდრე და როგორც გლიკოკორტიკოიდებს ჩვევიათ, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, ანუ შაქრის მატება, ჰიპერტენზია და მთელი რიგი გამოვლინებები. და რაც შეეხება ანდროგენებს, აი აქ ჩვენ უკვე ვახსენე, თუ კი გვაქვს მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე, მაგალითად ქალბატონებში, ასეთ შემთხვევაში გვაქვს აი ეს ნიშნები: აკნე, კანის ცხიმიანობა, თმიანობა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ნაკლებობა, როგორც წესი, გამოიხატება უფრო მეტად ლიბიდოს დაქვეითებაში, დელტოლვის დაქვეითებაში, ქალბატონებში, მამაკაცებში არც ნაკლებობას და არც სიჭარბეს დიდი გამოვლინება არ აქვს, იმიტომ რომ ანდროგენების წყარო მამაკაცებში თირკმელსა და ჯირკვლის გარდა კიდევ სხვა რეზერვი გაცილებით მნიშვნელოვანია. და სხვა ორგანო აქვს. რაც შეეხება ტვინოვანი შრის, როგორც წესი, ჰიპერფუნქცია არის სერიოზული პრობლემა. და დაავადებას ქვია ესეთი სახელი ფეოქრომოციტომა, რომელიც გულისხმობს ტვინოვანი შრის სიმსივნეს, როგორც წესი კეთილთვისებიანს, რომელიც გამოყოფს ადრენალინს ავტონომიურად ჭარბი რაოდენობით და აი ეს ადრენალინის შხაპი, რომელიც გვიგრძნია სტრესის დროს, ასეთ შემთხვევაში პაციენტებს აქვს სრულად მოულოდნელად, აბსოლუტურად უმიზეზოდ შეიძლება ღამით, ძილში, სპონტანურად, არაფერს არ უკავშირდება და მას ახასიათებს წნევის მკვეთრი, აი ესეთი კრიზული მატება, ახასიათებს გულისცემის აჩქარება, აი როგორც ადრენალინის სიჭარბეს ახასიათებს და ძალიან ძლიერი შიშის შეგრძნება, მათ შორის სიკვდილის შიშის შეგრძნებაც კი. და ესეც იშვიათი დაავადება, თუმცა ძალიან ძნელად დიაგნოსტირებადი, იმიტომ რომ რახან იშვიათია, უნდა ვთქვათ, რომ კოლეგებს ექიმებს ნაკლებად მიაქვთ ეჭვი ამ დაავადების არსებობაზე და ხშირად შეიძლება დაუკავშირონ ფსიქოსომატურ, ნევროტულ სიმპტომებს და ამით შემოიფარგლოს მრავალი წლის მანძილზე პაციენტის
ასე ვთქვათ, ისტორია. სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ფსიქოემოციური მდგომარეობა ადამიანის გადაფარავს ხოლმე უფრო მყარი არგუმენტების ძიების სურვილს და ხშირ შემთხვევაში გადავადდება ხოლმე ჭეშმარიტი დიაგნოზის დასმა. თუმცა ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ და იმდენჯერ იყო თქვენს ფრაზებში ნახსენები არტერიული ჰიპერტენზია, გულისცემა, მისი ცვლილება, გულთან დაკავშირებული რეაქციები, რომ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გადაცემის გაგრძელება თემატურად, ჩვენს კიდევ ერთ კოლეგასთან ერთად, თუმცა მანამდე კიდევ ერთი ფრაგმენტი და რგოლი იმ სოციალური მედიის იმ პროექტიდან, რომელიც სწორედ ზაფხულის კონგრესის გახსენების შესაძლებლობას მოგცემს. კუშინგის სინდრომი განპირობებულია თირკმელზე და ჯირკვლის მიერ კორტიზოლის ჭარბი რაოდენობის გამომუშავებით. კორტიზოლი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, რის შედეგადაც ვითარდება სხვადასხვა კლინიკური ნიშნები, სიმპტომები და პათოლოგიური მდგომარეობები. არსებობს მრავალი განსხვავებული სიმპტომი, რომელთა დაკვირვებაც ექიმს შეუძლია. პირველ რიგში პაციენტს აღენიშნება წონის მატება, რაც ზოგადად გავრცელებული მოვლენაა. თუმცა კუშინგის სინდრომის შემთხვევაში ცხიმის დაგროვება ძირითადად სახის არეში და სხეულის ზედა ნაწილში ხდება. სახე ხშირად ხდება ჩამრგვალებული, შეშუპებული და გაწითლებულია. პაციენტებს ასევე შეიძლება განუვითარდეთ ჩაქრიანი დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში პაციენტებს მუცლის არეში აქვთ ადვილად შესამჩნევი მუქი იისფერი სტრიები. აგრეთვე დამახასიათებელია კუნთოვანი მასის დაკარგვა. ეს ნიშნავს, რომ კუნთების სუსტდება და მძიმე შემთხვევაში პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს კიბეზე ასვლა, ან ზოგჯერ თუნდაც სიარული. ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და როგორც ჩვენი საუბრის ლოგიკა მოითხოვა, რასაკვირველია სტუდიაში ჩვენ ვაგრძელებთ თირკმელზე და ჯირკვალზე, ამჯერად უკვე კარდიოლოგის თვალსაჩინით საუბარს და სტუდიაში შემოგვიერთდა ჩვენი კოლეგა, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი ბატონი მამუკა ქობალა. დილამშვიდობისა ბატონი მამუკა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ერთ კონკრეტულ ორგანოზე, რასაკვირველია ჩვენთვის გასაგებია საუბრის ლოგიკა, ამ ორგანოსთან დაკავშირებული დაავადებები, მისი ფუნქცია, თითქოს ყველაფერი მარტივი და გასაგებია ფართო საზოგადოებისთვისაც. მაგრამ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ გულის როლი დავინახოთ, ან გული რამდენად დაზარალდება თირკმელზე და ჯირკვლის დამსახურებით, აი ეს წაღნაგი წარმოვაჩინოთ ჩვენ საუბარში. რამდენად ხდება გულსიძახვის სისტემა სამიზნე თირკმელზე და ჯირკვლის პრობლემების შემთხვევაში თქვენს პრაქტიკაში, სამედიცინო პრაქტიკაში, საერთაშორისო პრაქტიკაში კარდიოლოგებს რამდენად ხშირად უქმნის თავსატეხს თირკმელზე და ჯირკვალი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, თირკმელზე და ჯირკვალი პირველ რიგში ალდოსტერონზე არის საუბარი, რენილ-ალდოსტერონის სისტემა. ერთ-ერთი გამსაზღვრელია და უშუალოდ ისეთი ცნებების ფორმირებაში, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია პირველ რიგში და ეგრეთ წოდებული ჯიუტი არტერიული ჰიპერტენზია. საერთოდ, როდესაც სიკვდილობას ვადგენთ, როგორი არის და ნებისმიერი სკალით, ყოველთვის ერთ ადგილას არის არტერიული წნევა და მერე მოდის ასაკი, მწეველობა, ქოლესტეროლის დონე. ანუ ლიდერი არის არტერიული. ლიდერია ერთ ღერძის ერთ იმაზე ყოველთვის არის არტერიული ჰიპერტენზია და საქმე იმაშია, რომ არტერიული ჰიპერტენზია ერთი მხრივ ასეთი მკვლელი და რთული სიტუაციას ქმნის, მაგრამ იმის მიხედვით რა არის არტერიული ჰიპერტენზიის გენეზი, ყოველთვის ისმოდა საქართველოში ეს კითხვა, ხანდახან აბსოლუტურად, არასწორად, რომ რა თმინდაო წნევის წამალი, მე მაინტერესებს ეს მიზეზიო, საიდან მოდისო ეს წნევის და აქ შესაბამისად განიყოფება პირველად ჰიპერტენზია და მეორად ჰიპერტენზია. უნდა ვთქვათ, რომ ძირითადად წნევა მაინც დამოუკიდებელი დაავადება და იქით აზიანებს სხვა ორგანოებს, ვიდრე სხვა ორგანოებიდან მომდინარეობს, მაგრამ რაც დრო გადის, აი ეს პროცენტი მეორადი ჰიპერტენზიის იზრდება და იზრდება სწორედ აი ამ რენილ-ალდოსტერონის სისტემის ხარჯზე და ყველაზე, ანუ ერთ-ერთი მიზეზი წნევის, ეგრეთ წოდებული ჯიუტი წნევის, აი რომელსაც ქვია რეზისტენტული ჰიპერტენზია. არსებობს რომელსაც ვერ ვიმორჩილებ პრაქტიკულად. ითვლება, რომ იგულისხმება, როდესაც ჭირდება სამი სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატი, რომელშიც ერთ-ერთია თიაზიდური, ან თიაზიდური ჯგუფის მსგავსი შარდენი, ან 4 მის გარეშე 4 სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატი და კიდევ არსებობს ამაზე უფრო რთული, ეს არის რეფრაქტერული ჰიპერტენზია, როდესაც 5 და მეტი პრეპარატიცაც ვერ ვიმორჩილებ. სამწუხაროდ არსებობს, აი დაუსვე იმას თუ ერთი მედიკამენტი ყოფნის, ეგრეა. ვიღაცას ერთი ყოფნის, ვიღაცას მითუმეტეს კომბინირებულია და ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ თუ ეს წნევა
არტერიული ჰიპერტენზია არის პირველადი და დაუშვათ აქვს რაღაც ციფრი და იგივე ციფრი არის მეორე პაციენტს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე რენილ-ალდოსტერონის, ანუ პირველადი ალდოსტერონის მის გამო, ანუ კონის სინდრომის გამო არის განპირობებული, ასეთ სიტუაციაში ის პაციენტი, ვისაც მეორადი ჰიპერტენზია გაცილებით დაზარალებულია, იმიტომ რომ ალდოსტერონს გარდა იმისა, რომ წნევის მატების ეფექტი აქვს დამოუკიდებელი, ეგრეთ წოდებული ტოქსიური, ძალიან ისე პრიმიტიულად რო ვთქვათ, ტოქსიური ეფექტი გულის კუნძზე, რამდენიმე კომპონენტს. უშუალოდ გულის კუნძზე, რაც გამოიხატება ეგრეთ წოდებული GUT, ანუ რეზისტენტული და რაღაც შემთხვევაში რეფრაქტორული ჰიპერტენზიითაც გამოიხატება წინაგულის ფიბროზის გაჩენს და ეს ფიბროზი გაცილებით უფრო რთულად მიმდინარეობს და წინაგულის ფიბროზი იძლევა დაუშვათ იგივე წინაგულის დილატაციას, მის გახევებას და ისეთი რთული სიტუაციის წარმოჩენას, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია. როგორც არის წინაგულების ფიბრილაცია, ხალხში უფრო მოციმციმე არის მის სახელით არის ცნობილი. გარდა წნევისა იძლევა მარცხენა პარკუჭის ფიბროზს, რომელიც ვითარდება ეგრეთ წოდებული გულის უკმარისობა. როგორც დაქვეითებული განდევნის ფრაქციით, მაგრამ ეს დაქვეითებული განდევნის ფრაქცია უფრო მეორად ალდოსტერონისთან არის დაკავშირებული, პირველთან უფრო უკავშირდება ეგრეთ წოდებული ვითომ კარგი განდევნის ფრაქცია და მერწმუნეთ ის არანაკლებ შეიძლება გაუცილებლად რთულად სამართავი და რთული მდგომარეობა, როდესაც მარცხენა პარკუჭის გახევების გამო, გახისტების გამო ხდება და ეს შეიძლება გამოიწვიოს ქალბატონმა ნათიამ როგორც ბრძანა ნატრიუმი კალიუმის ბალანსის დარღვევა და იძლევა საკმაოდ რთულ არის. რაც თავის მხრივ ახდენს გავლენას გულისახთა სისტემაზე. იკვრება ეგრეთ წოდებული მანკიერი წნე, რომელიც ჯამში თვითვლება, რომ ამიტომაც არის ალდოსტერონი ტოქსიური. კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ერთი იგივე წნევის პაციენტი რო იყოს, ხო? მას რომელსაც ეს ალდოსტერონის სიჭარბით არის განპირობებული, ის გაცილებით არაკომფორტულ სიტუაციაში იმყოფება, იმიტომ რომ მას შეიძლება ქონდეს იგივე წინაგულების ფიბრილაცია, განთანხმლები, იგივე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, უფრო გამოხატული და ფიბროზი, რომელიცაც მივყევართ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ჯერ კიდე აისბერგად შევა რა გარკვეული პროგრესი არის, განსხვავებით დაბალი განდევნის ფრაქციით მიმდინარე გულის უკმარისობა ერთ შეხედვით შენარჩუნებული განდევნის ფრაქცია, მაგრამ განდევნის ფრაქცია, რომელიც ძალიან უყვართ ჩვენ კოლეგებსაც, განსაკუთრებით მოიმატა იმა გამოტყორცნას ეძახიან კუმშოდობა, რა თქმა უნდა ღირებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში საბოლოო მიზეზი არის როგორია მარცხენა წინაგულის ავსების ცნება, როგორია ფილტვის არტერიის ჩაჯოდის ცნება, როგორია მარცხენა პარკ. აი ეს სამი ერთმანეთზე გადაბმულია და ეს თუ მომატებულია, არაფერი ეს არის საბოლოო, რის გამოც ადამიანს აქვს კლინიკურად გულის უკმარისობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მაგალითი, რომელიც თქვენ ახლა მოიყვანეთ. როდესაც ერთსა და იმავე მაჩვენებელზე ვლაპარაკობთ, ორი ადამიანი შეიძლება თქვენ ბრძანეთ, შეიძლება მეზობელია, შეიძლება მეგობარია, შეიძლება ოჯახის წევრიც არის, მაგრამ ერთის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება ბევრად უფრო რთულია და ბევრად უფრო დამაზარალებელია ყველა ფაქტორის ერთობლიობა ერთი ადამიანისთვის, ვიდრე მეორე შემთხვევაში თუნდაც იგივე წნევის პირობებში. ჩვენ გვაქვს საშუალება ვიდეო კითხვებს უპასუხოთ ხოლმე მაყურებლის და ჩვენი მაყურებლის ერთ-ერთი ვიდეო კითხვა ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ თქვენი საუბრის თემას მიესადაგება და ერთად მოვისმინოთ, ერთად შევხედოთ ამ ინფორმაციას და ვიმსჯელოთ, კოლეგებო, რა ვუპასუხოთ, რა მიმართულება მივცეთ ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით, მადლობა რომ კითხვის დასმის საშუალება მაქვს. ვარ 24 წლის, რამდენიმე თვეა მაწუხებს წნევები. გულისცემის საჩქარების შეგრძნება მაქვს, თითქოს გულისცემა ყურებში მესმის. ჩავიტარე გამოკვლევები, მათ შორის კარდიოგრამას, თუმცა პრობლემა არ გამოვლინდა. შესაბამისად, მედიკამენტებიც არ მიმიღია, მხოლოდ წნევის დასარეგულირებელი საშუალებები. მაინტერესებს, რა პრობლემა უნდა იყოს და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართო. მაყურებელს უნდა უთხრეთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ფრაზებიც კი რომელიც არის ამ კითხვაში, არის ყველაზე გავრცელებული და ალბათ ნიშანდობლივიც იგივე წნევის დარეგულირებასთან და მარეგულირებელთან დაკავშირებით, ან დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ან კარდიოგრამაზე არ გამოვლინდა ცვლილებები და რეალურად არის თუ არა პრობლემები და ასე შემდეგ. ახალგაზრდა ქალბატონია და მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია ახლა თქვენი პოზიცია. ჩვენ აქ დიაგნოზს არ ვსვამთ. ჩვენ არც კონკრეტულ დანიშნულებას ვაძლევთ მაყურებელს, ეს იცის ჩვენმა მაყურებელმა, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ სწორ მიმართულებას და მნიშვნელოვანია ახლა თქვენი აზრის მოსმენა. ძალიან საინტერესო კითხვა უბრალოდ, გარკვეული კომუნიკაცია უფრო საჭირო პაციენტთან, მარტივი მიზეზის გამო. პირველი, რამდენად რეალურია არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არის დაუშვათ. აქ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა, კარდიოგრამა ახსენა. კარდიოგრამაზე არ ჩანს არტერიული ჰიპერტენზია
ძირითადად, რა თქმა უნდა, აქვს, როდესაც არის, შეიძლება იყოს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები, როცა არის ხანგრძლივი ჰიპერტენზია, მაგრამ ის ფაქტი, რომ კარდიოგრამაზე არ ჩანს, ეს არაფერს არ გამოხატავს და საერთოდ გულიდან არ მოდის წნევა, ამას მინდა ხაზი გაუსვა. მარეგულირებასაც ერთ-ორ სიტყვას ვიტყოდით, ყველა წამალი არის წნევის წამალი, სწრაფად ისა წნევის დამწევი. ყველა ენაზე ასე ქვია, წნევის დამწევის საშუალებები. ანუ ფაქტობრივად მარეგულირება. მარეგულირებას, იმიტომ რომ ხანდახან არასწორი აქმა, ხანდახან ზოგიერთ გონია პაციენტს, როდესაც დაბალი წნევა აქვს, ის მას ეს წნევის წამლის მიზეზი დამარეგულირებელი მაღალს დაბლად აწევს და დაბლას მაღლაც. ესეთი რაღაც არ ხდება, გარკვეულად უნდა ვიცოდეთ. კონკრეტულ ქალბატონთან, ჩემი სუბიექტური აზრი, სანამ გარკვეული კონტაქტია საჭირო. ერთი, რახან ჩქარი გულისცემა აქვს, მას ჭირდება გარკვეული ანალიზები, როგორიც ხო არ აქვს, ანემია ხო არ აქვს, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სანამ ყველაზე რთულ თირკმელსა და ჯირკვალთან მივალთ და აუცილებლად ჩავხვდები ასეთ სიტუაციაში წნევის 24 საათიან ამბულატორიულ მონიტორინგს. ხო არ არის ფსევდოჰიპერტენზია, იცით? ახალგაზრდა ქალბატონია, ემოციური ჩანს. ანუ რაღაც მომენტში დაიჭირა ეს მონაცემები და არ ეს ცალსახად არის მისაღები, რომ უნდა გამოირიცხოს ეგრეთ წოდებული თეთრი ხალათის, ანუ ვიზიტის ჰიპერტენზია და რაც შეეხება თუ ყველაფერი არის და მართლა რეალურად მაღალი წნევა, პირდაპირ წერია დაუშვათ 2016 წლის გზამკვლევებში, გაიდლაინს რომელსაც ეძახია, პირდაპირ წერია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა ჩატარდეს რენილ-ალდოსტერონის სკრინინგი, ხო? ხო არ არის ამის გამო, არის ახალგაზრდა ასაკი. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, მე მაინც მიზანშე უფრო რუტინული ანალიზების მარტივის გაკეთებას და ალბათ მაინც საჭიროა ჯერ გავიაროთ 24 საათიანი მონიტორინგი, ამბულატორიული წნევის მონიტორინგი. ხო არ არის ფსევდოჰიპერტენზია, ეგ უნდა გამოირიცხოს აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ორჯერ გავუსვით თქვენ ხაზი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღე-ღამის განმავლობაში როგორი მერყეობა არტერიული წნევის, ძალიან მნიშვნელოვანია დაინახოს და წაიკითხოს ექიმმა. დიახ, და მართლაც შეფასდება თუ არა ეს არტერიული ჰიპერტენზია და თქვენ გამოიყენეთ ტერმინი ფსევდო ჰიპერტენზია, ეს იმას ნიშნავს, რომ რასაკურველია იმისათვის, რომ ფსევდო თავსართი დაურთოს ექიმმა, ამისათვის მას სჭირდება მტკიცებულება და შეფასდეს ნამდვილად ჭეშმარიტი ჰიპერტენზია თუ ეს არის სწორედ ის მდგომარეობა, რომელზედაც ბატონი მამუკა საუბრობს. თქვენ ხომ არ გქონდათ რამე დამატება ნათი ამასთან დაკავშირებით? არა, იმდენად სრულყოფილად ახსენა ბატონმა მამუკამ, აბსოლუტურად ვეთანხმები მის მოსაზრებას. ჯერ უნდა შეფასდეს რუტინული კვლევები, უფრო მარტივი მიზეზები გამოირიცხოს, ნამდვილად დასტურდეს, რომ აქვს წნევა და შემდეგ თუ ეს ნამდვილად ასეა და თუ იქ არ არის ჩართული არც ფარისებრი ჯირკვალი, წნევები ნამდვილად მაღალია, ასეთ შემთხვევაში უფრო სიღრმისეულ კვლევებს ურჩევდი და კონკრეტულად თირკმელსა და ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას. მე უნდა გავამხილო, რომ ეს კითხვა თქვენთან ერთად მოვისმინე. ანუ როგორც წესი ჩვენ აქ ეთერის სრელობისას ვისმენთ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ცოცხალი იყოს ეს ჩვენი მსჯელობა და მე გავაგრძელებ ბატონ მამუკას აბსოლუტურად დავეთანხმები. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია თანამედროვე მსოფლიოში. ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ახალგაზრდა ქალების ეს იწყება ჯერ კიდევ მოზარდობიდან და თანამედროვე კვლევები გვეუბნება, რომ მოზარდობის ფაზიდან დაწყებული ახალგაზრდა ასაკში და რეპროდუქციულ ასაკში ქალებში საკმაოდ მაღალია ანემიის ტენდენცია. განსაკუთრებით ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ დაფარულ, შენიღბულ, ლატენტურ ანემიაზე. ეს რკინის ნაკლებობაზე უფრო ზუსტი იქნება ეს მდგომარეობა. მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნორმაშია, არ არის გამორიცხული ასეთი ნიღაბი მოირგოს ორგანიზმმა, მოგვატყუოს ჰემოგლობინით და სინამდვილეში არ ჰქონდეს საკმარისი რეზერვი და რესურსი რკინასთან დაკავშირებით. არის ამ დროს რისკი, რომ ასეთი ჩივილები ჰქონდეს. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია იგივე გულის ფრიალის, სისუსტის შეგრძნება და ასე შემდეგ. ამიტომ აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს აზრს ამ შემთხვევაში. ჩვენ მივდივართ რუტინული კვლევებით და მივდივართ მარტივიდან რთულისკენ. მაგრამ ახლაც უნდა წავიდეთ მარტივიდან რთულისკენ. რამდენად მარტივიდან რთულისკენ იქნება ძნელი სათქმელია, მაგრამ რაც თქვენ ახსენით მარტივად გასაგებად ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არის სურათის დანახვის შესაძლებლობა. ანუ საზოგადოება დარწმუნდა, რომ თირკმელზე და ჯირკვალი ძალიან ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს ბრალდებული, გულსის ზარხვთა პრობლემების შემთხვევაში, გაჯიუტებული წნევის დროს აუცილებლად უნდა გაგვექცეს ფიქრი აქეთკენ, მაგრამ ამავე დროს დავინახეთ, რომ თირკმელზე და ჯირკვალი არ არის ასეთი მარტივი სტრუქტურა, ერთგვაროვანი, რომელსაც შეიძლება მრავალი ფუნქცია ჰქონდეს დარღვეული და მრავალი დაავადების სათავე აღმოჩნდეს.
რეალურად როგორ ვიქცევით? მაყურებელმა ეს მოისმინა და რომ არ შეეშინდეს. ჩვენ სწორედ ამ ცოდნის თვალსაზრისით რას ვაკეთებთ, როდესაც მაგალითად გაჯიუტებული წნევით მოდის ადამიანი თქვენთან, როდესაც ეჭვიჩნდება. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ აი ეს დიაგნოსტიკური ძიება ისე წარმართოთ, რომ მივიდეთ ზუსტ პასუხთან და შემდეგ გმართობთ. მე რა რომ მეტი ძალისხმევა ჭირდება ამ ადამიანს, მეტი პრეპარატი დაგჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის მართვა იმის გათვალისწინებით, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ. მოდით დავიწყოთ, აი მოვიდეთ გაჯიუტებული ჰიპერტენზიით. როგორ უნდა მივიდეთ შემდეგ ენდოკრინოლოგიურ პრობლემასთან და ერთობლივად როგორ აგვარებთ ამას? ამის მაგალითები ქონია და ამის გამოცდილებაც გვაქვს. პირველი, როდესაც მოდის პაციენტი და გაჯიუტებული წნევა, რა თქმა უნდა, გამოირიცხა ფსევდოჰიპერტენზია, გამოირიცხა სხვადასხვა ფაქტორები და რეალურად არის გაჯიუტებული წნევა, რეზისტენტული ჰიპერტენზია, ანუ სამი ჯგუფის პრეპარატი გჭირდება და მაინც მაღალი წნევების, რა თქმა უნდა, ამის წინ აუცილებლად გება ცხოვრების წესის მოდიფიკაცია. სუფრის მარილის, მინერალური წყლის შეზღუდვა, წონაში დაკლება, ფიზიკური აქტიურობა, ალკოჰოლის შეზღუდვა, თამბაქოს აკრძალვა და მაინც არის მაღალი წნევები. ასეთ სიტუაციაში რუტინული ანალიზები კეთდება. ერთ-ერთი პირველი კრეატინის განსაზღვრა, ანუ თირკმლის ფუნქციის განსაზღვრაში არაფერი არ ხდება. მიზანშეწონილია შარდის ანალიზში იყოს ალბომი კრეატინის შეფარდება და ყველაზე მარტივი ელექტროლიტების განსაზღვრა. ელექტროლიტები არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ღირებულია იმ ხრივაც, რომ ვიცოდეთ სწორად აღება, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთ-ერთი კალიუმის განსაზღვრა, ჰიპოკალემია. პირდაპირ წერია, როდესაც არის მაღალი წნევა და ეს ასოცირებულია ჰიპოკალემიასთან, რომელიც არ არის პროვოცირებული მედიკამენტით, ეხლა რაღაც გამო თუ ის შარდენს ღებულობს და წნევის წამლებში ყოველთვის არის ეს და ერთ-ერთი რაღაც თიაზიდური ჯგუფის ან მისი მსგავსი, თუმცა მე პირადად ყოველწლობის იყოს მინიმალური. მიხვდით ხო ის აუცილებელია მინიმალური იყოს. ასეთ სიტუაციაში თუ ჰიპოკალემია ვითარდება, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რაზეც ვფიქრობთ. ანუ ეგრეთ წოდებულ დავუშვათ ჰიპერალდოსტერონი, პირველადი ჰიპერალდოსტერონის გამოწვეულ ჰიპერტენზიაზე, კალიუმიც თუ დაბალია, აი როცა კალიუმი მაღალია და ნორმოკალემიის პირობებში შეიძლება იყოს ჰიპერალდოსტერონიზმი, ესე არ არის დავუშვათ აი ერთი კონკრეტული 2/4 მედიცინა არ არის მოგახსენება და ყველაფერი ისე არ მიდის, მაგრამ არის ისეთი სიტუაცია, მაგრამ ჰიპოკალემია, რეზისტენტული ჰიპერტენზია უკვე უნდა წავიდეთ რენინ-ალდოსტერონის განსაზღვრაზე. ჩვენი ერთობლივად ქონია კომუნიკაცია მე და ქალბატონ ნათიას და ყოფილა შემთხვევები, აი ესე ზუსტად ასეთ სიტუაციაში ხდებოდა რენინ-ალდოსტერონის განსაზღვრა, რაშიც გაცილებით კომპეტენტურია ქალბატონი ნათია, ხდება რაღაც გარკვეული პრობლემა, რომ გარკვეული პრეპარატების შეწყვეტა უნდა მოხდეს ეხლაცაცია, თუმცა ბოლო მე მგონი 2025 წლის გაიდლაინში გზამკვლევში უკვე შეიძლება მედიკამენტის ფონზეც მოხდეს ეს ყველაფერი, თუმცა ალბათ უფრო უმჯობესია რაღაც მედიკამენტები შევწყოთ, მაგრამ როცა ძალიან გაჯიუტებული წნევის პრობლემას იქნება და მე მივდივართ უკვე თემამდე და რიგ სიტუაციაში გადაჭრა არის ძალიან მარტივი რა, ნუ არის იქ თუ დადასტურდა რადიოლოგიურად რო არის რა არის მიზეზი ადენომა არის 50%-ში 50%-ამდე არის ასევე ჰიპერპლაზია თირკმელზე და ჭირკვალში ძალიან იშვიათია დაუშვათ თირკმელზე და ჭირკვის ავტისებიანი კარცინომა იმის მიხედვით ხდება მართვა თუ არის ოპერაციის დაუშვათ მოთხოვნილება პაციენტის მიხედვით მასთან ერთად ხდება ამის შეთანხმება ჩვენება და მაგრამ არის ასეთი მარტივი პრეპარატი მინერალ კორტიკოიდების ანტაგონისტები ერთვება მკურნალობაში უკვე მეოთხე რიგად და რიგ სიტუაციაში ქონია შემთხვევა ყოველთვის არ აქვს საშუალება ჩემ ანალიზების აღების დაუშვათ მე ვიძახი ღრმა ელექტროლიტების განსაზღვრა პრობლემა არის და აი ამ ერთი მარტივი პრეპარატის ზოგი აი ხო ბებიაჩების დრო ხო ზოგიერთი ძველი პრეპარატი ის გაცილებით კარგად მუშაობს ვიდრე თანამედროვე რა არის ასეთების ზოგიერთი პირიქითა ხო მისი ჩართვით გარკვეულწილად ეს პრობლემა გვარდება ასეთ სიტუაციაში უნდა ვიფიქროთ ზუსტად ამაზე და თქვენი პოზიცია და დავასრულებთ საუბარს კი არა აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მამუკას და ჩვენ საკმაოდ ხშირად გქონია მსგავსი შემთხვევები, როდესაც ერთი პაციენტი აი ამ პრობლემით მოსული კარდიოლოგთან უფრო სიღრმისეულად გამოგვიკვლევია, შეგვიფასებია. ნამდვილად მეც შევეხები ამ თემას, იმიტომ რომ აი, როდესაც არის რეზისტენტული ჰიპერტენზია და 3-4 პრეპარატითაც კი ვერ ხერხდება წნევის ნორმალიზება, იქ მედიკამენტების შეწყვეტა შეიძლება იყოს ასოცირებული ძალიან სერიოზულ პრობლემებთან. ამიტომაც უკანასკნელ გაიდლაინში, რომელიც წელს რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, მოწოდებულია, რომ თუ ეს რისკს ქმნის, არ უნდა შეწყდეს და მიმდინარე მკურნალობის ფონზე უნდა განისაზღვროს ალდოსტერონი და რენინი.
როგორც წესი ჩვენ ამას ვითვალისწინებთ, ან ყველაზე მეტად მოქმედ მედიკამენტებს ხსნით, ვაფასებთ და როდესაც არის ალდოსტერონიზმი, იქ აი სწორედ აღნიშნა ასევე რომ აი ის ძველი მინერალოკორტიკოიდების ანტაგონისტების ჩართვა ძველი მედიკამენტის შეიძლება იყოს წნევის არა მარტო დამარეგულირებელი, არამედ სხვა პრეპარატების დოზის შემამცირებელი ან მომხსნელიც კი. გააჩნია რა ეტაპზე ჩვენ აღმოვაჩენთ ამას. თუ დიდი ხნის ალდოსტერონიზმია, მას ნამდვილად უკვე ისე აქვს დაზიანებული გულსისხლძარღვთა სისტემა, რომ იქ იმისი ალბათობა, რომ ჩვენ ამ ერთი წამლით მოვაგვაროთ პრობლემა, როგორც წესი აღარ არის და სხვა წნევის დამწევის საშუალებებიც გვჭირდება, მაგრამ როდესაც არის ახლად განვითარებული ალდოსტერონიზმი, შეიძლება მხოლოდ ერთი პრეპარატი იყოს საკმარისი და სხვა წნევის დამწევი წამლები პაციენტს არ დასჭირდეს ან ქირურგიული გზით სრულიად განიკურნოს ახალგაზრდა პაციენტის წნევისგან, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა ასეთი პაციენტებისთვის. ძალიან დიდი მადლობა კოლეგო დღევანდელი სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ ჩვენ და ძალიან საინტერესო კავშირი დავანახეთ საზოგადოებას. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ენდოკრინოლოგი ქალბატონი ნათია ვაშაყმაძე და მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი ბატონი მამუკა ქობალავა. ჩვენ არ ვასრულებთ საუბარს, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი, როგორც წესი, არის რეკომენდაცია პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის, რომელთა ამოცანაც არის პრობლემები აიცილონ თავიდან, ადამიანებისათვის, ვისაც უკვე აქვთ პრობლემა და ადამიანები, რომლებმაც დაძლიეს ესა თუ ის პრობლემა და ცდილობენ კვება გამოიყენონ საკუთარი სასიცოცხლო რესურსების გაძლიერებისთვის. ასეთ შემთხვევაში პრინციპი, როგორც შევთანხმდით, არის საერთო და საერთო პრინციპი ნიშნავს კვების მრავალფეროვნებას. შეზღუდული კვება არ არის ორგანიზმისათვის მისაღები, რადგან ადამიანი თავისუფლების მოყვარული არსებაა და მას კვებაშიც თავისუფლება სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ კონკრეტული ორგანოს გაჯანსაღებისთვის აუცილებელ კვებაზე, ისეთ კვებაზე, რომელიც იცავს ორგანოს, ისეთ კვებაზე, რომელიც ზოგავს ავადმყოფობისას ორგანოს და უკვე გადატანილი დაავადების შემდეგ ეხმარება გამოჯანმრთელებაში. და სწორედ ასეთი ტიპის თავისუფლება, რომელიც არ გულისხმობს შეზღუდვას და ამავე დროს კონკრეტული ორგანოსთვის აუცილებელ რეკომენდაციებს გულისხმობს, რა თქმა უნდა დავიწყოთ თებშით, რომელიც რა კანონზომიერებაც არ უნდა შევარჩიოთ ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით, გულისხმობს 5 ფერის, 5 ჯგუფის პროდუქტების გამოყენებას. ისე რომ დღიური რაციონი სულ ცოტა ნახევარი იყოს ხილი და ბოსტნეული, ხოლო მეორე ნახევარი აუცილებლად მარცვლეულის და ცილოვანი კომპონენტის კომბინაცია. მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ჩვენ შეგნებულად ან უნებურად ვარღვევთ ამ კანონზომიერებას. ვარღვევთ, იმიტომ რომ ჩვენი ორგანიზმი ზოგჯერ გვკარნახობს, ზოგჯერ გვიბიძგებს, ორგანიზმი ზოგჯერ ითხოვს. და აღმოჩნდა არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი გთხოვს მეტ ტკბილეულს. თქვენც შეგინიშნავთ, როდესაც რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდებით, სადაც ერთი სული გაქვთ, რაც შეიძლება მეტი ტკბილეული მიირთვათ. ძალიან ხშირად არის, რომ მეტი მონდომებით მლაშე საკვებს მიირთმევთ და ისეთი განცდა გაქვთ, რომ არაფერი მინდა, რაღაცა მინდა მარილიანი. ან რაღაც ცხიმიანი მინდა, უფრო მსუყე. არის მდგომარეობა, როდესაც თითქოს ენერგიის, დაკარგული ენერგიის აღდგენაში კოფეინ შემცველი პროდუქტების როლს ვხედავთ შეუცვლელად და ასეთ შემთხვევაში სწორედ ამ ნივთიერების კოფეინის შემცველ პროდუქტებს მივეძალებით ხოლმე ყავას, შოკოლადს, მაგარ ჩაის. არის თუ არა ეს იშვიათი მდგომარეობა და არის თუ არა ეს გამონაკლისი? სამწუხაროდ არა. აღმოჩნდა, რომ ასეთი მდგომარეობა ერთხელ მაინც განუცდია თითოეულ ადამიანს და ზოგიერთი ჩვენგანი გულწრფელად აღიარებს, რომ მსგავს სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩენილა. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ სულ ასე არ ვალ, ყოველდღე ასე მემართება, ყოველდღე ამგვარი განცდა მეუფლება. რა ხდება ჩვენს თავს ამისთანა, რომ მიუხედავად ჩვენი ცოდნისა, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, რომ უნდა ვაკონტროლოთ მარილით, შაქარით, კოფეინის შემცველი პროდუქტებით, აღმოჩნდება, რომ კონკრეტული სიტუაციის პირობებში ჩვენ მივილტვით ამ პროდუქტებისკენ, უფრო მეტად, ბოროტადაც მოვიხმართ ამ პროდუქტებს.
ეს მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა სიტუაციას უკავშირდებოდეს, სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული და თავიდანვე მინდა ხაზი გაუსვა. ერთ კონკრეტულ ვითარებას მხოლოდ არ უკავშირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი ლტოვა მხოლოდ ერთ მდგომარეობას არ აღწერს, მაგრამ დღეს მე მინდა გესაუბროთ მდგომარეობაზე, რომელსაც დაღლილი თირკმელზე და ჯირკვალი ჰქვია. რა უცნაურად ჟღერს და რა განსაკუთრებული მდგომარეობაა ასეთი. მოდით გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ სტრესი მაქვს. და ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს ადრენალინის დამსახურებაა. ძალიან ხშირად გაგვიგია, რომ ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი, სხვადასხვა ნივთიერებები სახელდება ხოლმე იმისთვის, რომ აღვწეროთ ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობა. ჰორმონული სტატუსი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს განცდებს. და აღმოჩნდა, რომ სწორედ სტრესთან დაკავშირებული ჰორმონების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი თირკმელზე და ჯირკვალი შეიძლება დაიღალოს. დაიღალოს ეს გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის მისი დატვირთვა, როდესაც ზედიზედ ადამიანს აქვს ბევრი სტრესი, ან იმყოფება ქრონიკული სტრესის ზემოქმედების ქვეშ. აი, ასეთ მდგომარეობაში სწორედ სტრესის დამსახურებით თირკმელზე და ჯირკვალი გადადის ეგრეთ წოდებულ დაღლილ მდგომარეობაში. ეს არის პირობითი ტერმინი, რომელიც ასახავს ადამიანის საჭიროებებსაც და მოთხოვნილებებსაც. დიახ, ამ დროს ჩნდება მოთხოვნილება სწორედ აი ამ დაღლილი თირკმელზე და ჯირკვლის ფონზე, სტრესით პროვოცირებული დაღლილობის ფონზე. ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება მლაშე, ტკბილი, ცხიმიანი, სხვადასხვა სანელებლით შეკაზმული საკვები გამოიყენოს უხვად, მძაფრი გემოს საკვები გამოიყენოს, ასევე გამოიყენოს კოფეინშემცველი პროდუქტები. დაავიწყდეს წყლის ადეკვატური მოხმარება და არ გამოიყენოს ის პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენთან შუქნიშნის ზონაში. ეს არის ის, ვისკინაც მიილტვის ადამიანი. ანუ, ეს ვიცით, მაგრამ რა უნდა ვიცოდეთ? მოდით, ახლა მე გადავინაცვლებ წითელ ზონაში, არა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც ავკრძალოთ, პირიქით. მიაქციეთ ყურადღება. ახლა ჩვენთან ეკრანზე არის ცილოვანი საკვები პროდუქტები. ადვილად შეთვისებადი ცილოვანი საკვები პროდუქტები, რომელშიც არის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ამინომჟავა. მარტო ცხოველური პროდუქტებიდან უნდა მივიღოთ ეს ცილა, აღმოჩნდა რომ არა. და შევსება ცილოვანი პროდუქტების შეგვიძლია ისეთი მცენარეული პროდუქტებით, რომელიც ახლა გამოჩნდება თქვენს ეკრანზე. და აი ამ ცილოვანი პროდუქტებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრეთვე იმის გათვალისწინება, რომ მათი ურთიერთშეხამება გვაძლევს ამინომჟავების სრულად შევსების შესაძლებლობას. მაგალითად, ლობიო, სხვადასხვა სახის თესლი, მარცვლოვანები, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახის კაკალი და თესლი, როგორც გითხარით, კომბინაციაში, ისევე როგორც მარცვლეულ-ბურღულეული, რადგან აი ამ ორი ჯგუფის პროდუქტების ურთიერთშეხამება გვაძლევს საშუალებას ყველა ამინომჟავა მივიღოთ, რადგან მცენარეულ პროდუქტებში ყველა აუცილებელი ამინომჟავა ერთდროულად შეიძლება არ აღმოვაჩინოთ. კარგი ცხიმები იგულისხმება არანაჯერი, ძირითადად ცხოველური წარმოშობის მსუყე პროდუქტები, არამედ ამ შემთხვევაში ეს არის უჯერი, პოლიუჯერი ან მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავები და ასეთ შემთხვევაში მცენარეული ცხიმის შეხამება მცენარეულ პროდუქტებთან, როგორიც არის ბოსტნეული და ხილი, აქ ორივე სლაიდზე არის გადანაწილებული ავოკადო, ხილია, მაგრამ ტრადიციულად ხილისა და ბოსტნეულის საჭიროებაზე ჩვენ ერთად საუბრობთ ხოლმე და აი ამ პროდუქტების გამოყენება აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად ეხმარება დაღლილ თირკმელზე და ჯირკვალს აღდგენაში სტრესის ფონზე, ან სტრესის გადალახვის შემდეგ, ან სტრესების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი პროდუქტების გამოყენებისას, ვიდრე ის ლტოლვა, რომელზედაც მე უკვე მოგახსენეთ. დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა საკუთარი განცდების პასუხად ხანდახან არ დაუშვათ დიეტური შეცდომა. დიახ, ჩვენ ასე ვიქცევით. ზოგჯერ იმდენად გადაულახავი, იმდენად დიდი ბარიერია ჩვენთვის ესა თუ ის მდგომარეობა, რომ უნებურად გაგვექცევა ხელი და თქვენ გახსოვთ კადრები, რომელსაც ძალიან ხშირად უშველიებთ ხოლმე, ნერვიულობ, ხელავ, აფორიაქებული ვარ, ვაღებ მაცივრის კარს, ვიღებ
კბილეულს, შეიძლება ნაყინს დიდი ჯამით და მივირთმევ დიდი კოვზით. ეს არის კადრები, რომელიც ძალიან ბევრ მხატვრულ ფილმებში გინახავთ და ძალიან ზუსტად ასახავს მდგომარეობას, როგორ პასუხობთ ჩვენ ხშირად სტრესს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, როდესაც ხელი გაგექცევათ ასეთი ტიპის საკვები პროდუქტებისგან, რომ თავად დაღლილ თირკმელზე და ჯირკვალს სტრესისგან გამოფიტულ ორგანიზმს სასიცოცხლო მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებს და შეუსებს არა ჩვენი ლტოლვის ობიექტი საკვები პროდუქტები, არამედ ის პროდუქტები, რომელიც ახლა წითელი ზონის ეკრანზე გამოჩნდა ჩამონათვალი სახით და პრაქტიკულად ძალიან კარგად ეტევა და განთავსდება ჩვენს ყოველდღიურ რეკომენდაციაში, რომელსაც ჩემი თებში ჰქვია. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.